მეათე მცნება. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა. არა გული გითქმიდეს სახლისა მოყვასისა შენისა. არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ფარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოველი რა იყოს მოყვასისა შენისა. მეათე მცნება შეგვაგონებს და გვასწავლის, რომ არავისი არაფერი არ უნდა გვინდოდეს. ამ ცნების დაცვით ადამიანი შურისგან იცავს საკუთარ თავს. შური უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს ადამიანს, რასაც შედეგად ცოდვათა მთელი წყება მოყვება. სულხან-საბას განმარტებით, შური არის მწუხარება სხვისა სიკეთესა ზედა. შურს საწყისი ეშმაკისგან მიეცა. ეს ის მდგომარეობა, როდესაც კაცი მადლს მოკლებულია და ბოროტებას, უკეთურებას აზეიმებს თავის თავში. სიბრძნე სოლომონისაში ნათქვამია, მაგრამ ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა და მისი წილღთონილნი განიცდიან მას. სწორედ ეშმაკის შურით ადამიანისადმი და მისი მზაკრობით შემოვიდა ჩვენში შური და სიკვდილი. ამის შემდგომ შურის ნიადაგზე მოხდა კაინის მიერ საკუთარი ძმის, აბელის მკვლელობა. იმ შურის გამო, რომელიც მღვდელმთავრებსა და ერისმთავრებს ჰქონდათ უფლის მიმართ, მოხდა მაცხოვრის ჯვარცმა და მოკვდინება. შურის ვნებით თუ ვინმე აღივსო და მის ბადეში გაეხვა, იგი აუცილებლად მის შემომტანს დაემსგავსება. ბოროტი ხდება, ამ მდგომარეობას კი აუცილებლად სულიერი, სამარაჯამო სიკვდილი მოაქვს. წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, შური არის ბოროტების დასაბამი, დედა სიკვდილისა, ცოდვის პირველი კარი, ძირი ყოველგვარი ბოროტებისა. მეათე მცნება შეგვაგონებს, რომ არა მარტო სხვისი ქონების სურვილი არ გქონდეს, არამედ არ გშურდეს სხვათა ნიჭი, სილამაზე, წარმატება, გონიერება. ყველაფერი ის, რაც სხვას აქვს, რასაც მან მიაღწია. ადამიანთაგან ხშირად მოისმენ თეთრი შურით მშურს ან კეთილი შურით მშურს, რაც თავის მოტყუება. ამ მდგომარეობას თავიდანვე თუ არ მოუკლავთ ჩვენს გულში, უმძიმე შედეგამდე მიგვიყვანს. ყველა ადამიანი მადლიერი უნდა იყოს იმით, რაც მისცა მას უფალმა. მადლიერება აღარ უშვებს ადამიანში შურის განვითარებას, რითაც თავს იცავს ბოროტებისაგან. ამასთან ერთად გიხარია სხვისი სიკეთე, რადგან იცი, რომ მას უფალმა მისცა ნიჭი, ისევე როგორც შენი ნიჭი. მადლობდეთ უფალს ყველაფრისათვის, რათა ავირიდოთ შური ეშმაკისა და მივიღოთ მარადიული სიცოცხლე. ამინ.